ცრემლი აღარ მივარდება და ეს დღეს რო აღარ მივარდება ცრემლი ძალიან ლიტრობით ცრემლის შედეგია, რაც მე მამაჩემის გამო დაღვრილი მაქვს და ყურადღების დეფიციტის, რაც მისგან გამიცდიდა და ბევრჯერ ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ მიხვეწნია, რომ შევხვედრილი ყავით და მას არ ეცალა და ეს იყო კი პრობლემა. მე არ მეგონა ქოცები ამ დონემდე თუ დავიდოდნენ რა. ის ვერ გათვალეს, რომ ჩემი ვითომ გაშავების ცდილობით ძალიან ცუდი რამ გაუჩალიჩეს პირველ რიგში საკუთარ თავს. ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ოჯახური დრამებისგან გამომდინარე და არა იქედან რომ მე ვარ პრობლემატური. მე ისრაელში ვიყავი 17 წლის ასაკში და ძალიან ცუდად მიიღო ის ამბავი, რომ მე არ ვიყავი ფსიქიურად დაავადებული. ტყუილად გამაშვებინა თავი, ანუ ტყუილად დაიხარჯა რაღაც ფინანსები და მე არაფერი არ მჭირს. მორალურად ზიანი მომადგა. მეც დედაჩემსაც, რომელმაც ძალიან ბევრი გაიარა, დედამ ყველაზე მეტი გაიარა ამ ამბავში ჩემი აზრით. სად არის ეს შენი ანუკი? დაწავიდა ეს ბავშვი, საგეგმელოში რო არ იხსენიებ. იქაც რო არ არის, არც დაბადების დღეზე რო არ არის, არც იქ არ არის და ალბათ რაღაც კედელი შექმნა თავდასაცავად, ხარი რომ არ არის ჯანმრთელი. მე მას ვეხმარები რაღაც ფინანსურად. კიდე არის ბევრი საკითხები, სადაც ცდილობდა ჩემს დამალვას, მაგალითად კონტრაქტი დამიწერა, რომ მე არ უნდა მესაუბრა, რომ მამაჩემი იყო. თამთა მეგრელის შვილს არ მიცემ უფლებას, რომ კიდე რაღაცა თითის გაშვერით მელაპარაკოს მე ან დედაჩემს ან ჩვენ ოჯახს, რომ აი ჩვენ თურმე სამწუხაროდ ცოდუები ვართ და რაღაცა თითი გამოიშვიროს და ესე მიყუროს გვერდ. არა. არ შეიძლება ხალხო რომ სხვის ჯანმრთელობაზე, ხვის ორიენტაციაზე, ხვის რელიგიაზე, ხვის ზოგადად პირად საკითხებზე ესე ხელს ვაფათურებდეთ და შენი ჭირი მე ჰარი ჰარალეზე ვსაუბრობდეთ სხვა ადამიანს. არ შეიძლება ეს. ზუსტად ვიცოდი რომ ესა იქნებოდა. ზუსტად ვიცოდი რომ არ დამიცავდა. არც ერთი წამით არ მქონია იმის მოლოდინი რომ მამა გამოვიდოდა და იტყოდა რომ დაანებეთ ჩემს შვილს თან. იმიტომ რომ ესეთ რამე არ მომხდარა 29 წლის განმავლობაში. ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე თუ რამე ხდებოდა. ეხაც ესეა.